მოგესალმებით უყურებთ ჩემო კარგებო, ეს არის თემურგვარიძე, ეს კი ჩემი შემდეგი ვიდეო. დღეს გთავაზებთ მდინარეზე თევზაობას. არის ძალიან პატარა მდინარე, რომელიც ქალაქის შუაში მდებარეობს და ქალაქს ასე ვთქვათ შუაზე ყოფს. მან ვიცით რომ არის კალმახი. ნახოთ დავიჭერთ თუ არა დღეს კალმახს. Let's go. მოგეხსენებათ რომ კალმახზე თევზაობა სავალდებულო არის უენო ნემსკავით. მე უენო ნემსკავები არ მაქვს, მაგრამ ახლა ამას მე გადავაკეთებ უენო ნემსკავად. იმ ენა რაც აქვს ზევიდან, იმას გავტკეპნი მოსრისავ ასე ვთქვათ. ესე. კაუჩი გახდება ასე ვთქვათ უენო. თუ უენო ნემსკავები სიტყვაზე თან არა გაქვთ, შეგიძლიათ ესეთი რაღაცა გააკეთოთ ძალიან მარტივად მაგრატელით, რომელსაც ბრტყელი პირი აქვს, სადაც ბრტყელი პირი აქვს, უბრალოდ ძალიან მარტივად კეთდება. ასევე გვაქვს პატარა ჩოგანბადე რა თქმა უნდა. ნახოთ რა იქნება რა. დღეს წამოღებული მაქვს ესეთი სილიკონები, რომელთაც ვითევზავებთ. სილიკონიც მზად არის. ესე, ახლა 150 კრონი გადავეხადე ლიცენზიაში. ასე რომ მზად ვარ, შეგვიძლიათ ერთი დღის განმავლობაში ვითევზავოთ ჩვეულებრივად უპრობლემოდ. მოვედით ესეთ ადგილას, დავიწყოთ აქედან. მე მდინარეში საერთოდ არ ვიცი გატარება, ვიყენია გრამნახევრიანი წონა. ნახოთ თუ იქნება რამე. მოკლედ ახლა დავდივარ ვათვალიერებ ადგილს, დაახლოებით 800 მეტრი 900 მეტრი გამოვიარე. ნუ ეს არის ის მონაკვეთები, სადაც შეგიძლია რომ მიწვდე ასე ვთქვათ მდინარეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადგილი ჩახერგილი არის და რაღაცა. მაგრამ საერთო ჯამში რის თქმა მინდოდა, იცით? ნორვეგიაში ძალიან უცნაური თემა არის რა, ანუ კალმახის თემა. ახლა ჩვენ საქართველოში მაგალითად ამ წითელ კოპლებიანს ხელით არ ვეხებით. ვისი ვიდეოც კი არ მინახავს კალმახს ისჭერის. ყველა აი ჩვეულებრივად ამოათხრებენ ხოლმე. წითელი კოპლები, ყვითელი კოპლები რა მნიშვნელობა, ყავისფერი ცისარტყელა. როგორიც არ უნდა იყოს, მაინც მინას ახესაძრობენ კალმახს და მიყავთ. ეხლა რაოდენობრივად რო თქვა და რაღაცა ბევრი კალმახი მაინც არ არის. ჩემი აზრით რა, ყოველ შემთხვევაში მინდა ძალიან დაგეშლები არიან ნორვეგიელები კალმახზე თევზაობაზე, მაგრამ რა ვიცი რატო არ უვლიან ან რაღაცა ვერ ვამოღამებ უბრალოდ. ჩვენთან სხვა ლოგიკა არის მაგ თემასთან მიმართებაში. ეხლა თან ისეთი ვარიანტი არის სამსახურიდან ეხლა ხანს მოვედი, ანუ საღამო მომენტი არის და შეიძლება აქტიურობაც მაგიტომ არ არის. მომავალში შეიძლება კიდევ ერთხელ დილით მოსვლა და კიდე რაღაცების მცდელობა, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში არის ამ მდინარეში კალმახი, მაგრამ რაოდენობა არ ვიცი. დავსვით. დავსვით. Yes. აი გამოვაძროთ. აი გადაიტრიალა. აი. დავიჭირეთ. მაკანკალებს. არა მაგარია. სურათიც მინდა ვიკადავხო. მომისუნთქე. ეს. დაწყნა. ეს ჩემ პირველი კალმახი ხო არ ხატავ. გავუშვებ. ერთი სურათი მაცადე გიხოცებ. უცბად. ეს. წადიხ. რა კაცია. გავუშვით. გემიწვრათ. ამაისუნთქი. Yes. ora კაი იყო. ora მაგარი იყო ბიჭო. აქ შემოვაგდე.
დაარტყა პირველი ორჯერ, მეთქი კიდევ ცადო, მეთქი და მეორე შეგდებაზე თუ მესამე შეგდებაზე უკვე დასცხო და რომ გამოვწიე, კარგად იბრძოლა. ამ სილიკონზე კიდე რა ვიცი, ძალიან რბილია, აი ძალიან მარტივად იხევა და იგლიჯება რა. აგე კუდი უკვე მოჭმული აქვს, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ წეღან რომ დაარტყა, კუდი წააჭამა. ეხლა კიდე ანუ რო გადაყლაპა იმენა დაგლიჯა რა. მაგრამ კაი იყო, აი ძალიან კარგი იყო. წავედით, ეხლა ცოტა ნელ-ნელა გავუყვები ზევით მდინარეს და ვნახოთ რა იქნება რა. ბევრი კალმახი როგორც ასეთი აქ არ არის, მაგრამ ვიცი რომ არის, უთქვიათ რომ არის და აგე დავსვი კიდევაც რა. ვიარე აქეთ-იქით ვეძებე სილიკონები ცვალე, მაგრამ არაფერი. ჩემი სახლიდან ეს მდინარე არის 6 წუთში ისე სკუტერით. და ყოველთვის შეიძლება აქ ჩამოსვლა დილით ადრე. ვიცი რომ ბევრი ნახველი ამ ტიპის ვიდეოებს არ აყავს, მაგრამ მე მაგრად ვერთობი ამ თემით. მოკლედ გეიმინგს ეს მირჩევნია, რო რამე. სახლისაკენ ჰერი. სულ ეს იყო. იმედია ისე ამულოთ ვიდეოთი, ესეთი მარტივი არის კალმახის დაჭერა. Easy peasy. Beklager. Tak, beklager. Hej.